ერთ-ერთი მათი სურვილიდან გამომდინარე იყო ქალბატონ ნინოს კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის წევრები ამჯერად პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ. პოლიტიკაში ქალის როლის მნიშვნელობაზე საუბრის შემდეგ ნინო ბურჯანაძეს კოალიციის წევრმა ქალებმა შეკითხვები დაუსვეს და პასუხებიც მოისმინეს. შეკრებილებს დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერისგან აინტერესებდათ, რა გზა განლო მან პოლიტიკაში მოსვლისთვის და რა პიროვნული თვისებებია ამისთვის საჭირო. კოალიციის წევრი ქალები აღნიშნავდნენ, რომ პრეზიდენტობის ქალ კანდიდატთან შეხვედრა მათთვის გამოცდილების გაზიარების კუთხით მნიშვნელოვანია. უპირველესი პრიორიტეტი არის განათლება. ასევე საზღვრის პირას სოფლების სისტემა შეეხო ის და გასდო პირობა, რომ ყველაფერს ისდება, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს სოფლის მოსახლეობის სასარგებლოდ. როგორც ქალის ჩემი პირადი სურვილია, რომ ქალების ხოთა გაიზარდოს ნამდვილად პარლამენტში, იმიტომ რომ ქალები უფრო ცნობილი არსებობენ, შვილების მოყვარეები, არ ჩამოვარდება რამაკაცებს გამჭრიახობთ. თვითონ შეხვედრა იყო საკმაოდ მაღალ დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც ეს ხელს უწყობს ახალ-ახალი სახეების გამოვლენას და შესაძლებლობას გვაძლევს იმ გონებრივი პოტენციალის გაცნობისა, რომელიც არის ჩვენს ქალაქში, ჩვენს მხარეში, საერთოდ ქვეყანაში, მაგრამ ჯერ კიდევ გამოუყენებელი. შეხვედრა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მოეწყო, რომლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კოალიციის გაძლიერებისთვის ორგანიზაცია კიდევ არაერთი საინტერესო შეხვედრის მოწყობას გეგმავს. კოალიციის წევრი ქალებმა საკმაოდ პროფესიულად დასვეს ყველა ის შეკითხვა, რომელიც აწუხებთ არა მარტო არამედ თემს, ზოგადად შიდა ქართლის რეგიონში რა პრობლემებიც არის, თითქმის ყველაფერი იყო დასმული, ეს არ იყო მხოლოდ ქალთა პრობლემებზე საუბარი, თუმცა ქალთა საკითხები იყო ერთ-ერთი წამყვანი საკითხი და ქალბატონ ნინომ უპასუხა ყველა შეკითხვას, შეძლების დაგვარად და ასევე თავის გეგმები გააცნო. დასასრულს ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქალთა აღნიშნული კოალიცია მნიშვნელოვანი რესურსია რეგიონში და მხარდაჭერას საჭიროებს. ნამდვილად ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ჭირდება, იმიტომ რომ აძლევს საშუალებას ქალებს, რომ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინონ, სხვა ქალბატონებს დაეხმარნონ და ამავდროულად პოლიტიკოსებს დაანახონ იმ ქალების სახე, რომლებიც პოლიტიკაში მოსვლის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის შემთხვევაში ნამდვილად წაადგებიან საერთო საქვეყნო საქმეს. რაც შეეხება კვოტირებას, მე კლასიკური კვოტირების წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს ხელოვნური თემა არის, თუმცა ის ინიციატივა, რომ თქვათ პარტიებში წახალისდეს ქალბატონების 30%-იანი წარმომადგენლობა, ეს ნაწილობრივი კვოტირების სქემაა და ნამდვილად ცუდი არ არის, იმიტომ რომ ხელს შეუწყობს მოტივირებას იმისას, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში. გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საერთაშორისო ორგანიზაცია ოქსფამის რეგიონული პროგრამების მენეჯერი ჯონათან პადიფუტიმ იმ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ხელს უწყობს ქალის გააქტიურებას პოლიტიკური კუთხით. ოქსფამი დარწმუნებულია, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის და ამიტომ საქართველოში უკვე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს ამ მიმართულებით და განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გავააქტიურეთ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდასთვის და ზოგადად ქალთა უფლებებისათვის მუშაობა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გორში არტ-კაფეში 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტი გენდერული სამართლიანობის ხელშეწყობა ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის გაძლიერების გზით მხარდაჭერილია დიდი ბრიტანეთის ორგანიზაცია ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.